განადგურებული რეალი. რატომ ფეთქდება ლუის ენრიკეს ტელეფონი? რას ამბობს ალონსო მარცხის შემდეგ? რატომ ვერ ვარჯიშობს გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე? და რას ამბობს ტორპედოს ახალი კაპიტანი შეხვედრის წინ? ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწერე ახი. დავიწყოთ ამერიკიდან, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა მადრიდის რეალი 4-0 გაანადგურა. პარი სენ-ჟერმენმა რეალი უშანსოდ პირველივე ტაიმში დატოვა. ლუის ენრიკემ ლიდერების დასვენება მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე გადაწყვიტა. სრული უპირატესობის მიუხედავად ფრანგებმა მეორე ტაიმში დამატებით მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს. ხვიჩას, რომელმაც ამ შეხვედრაში მხოლოდ 60 წუთი ითამაშა, მისი საყვარელი გუნდის წინააღმდეგ გოლის გატანის შანსიც ჰქონდა. თუმცა სამწუხაროდ ამჯერად ეს ვერ შეძლო. დიდი გუნდის წინააღმდეგ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მედიასთან ლუის ენრიკემ ისაუბრა. კომენტარი გააკეთა რეალის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ. ახლა ჩემი ტელეფონი ბარსას გულშემატკივრების მოლოცვებისგან ფეთქდება. რეალის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ ჩვენ დომინანტი გუნდი ვართ, რომელსაც ბურთის ფლობა უყვარს. მეტოქეებს იმავეს გაკეთება უჭირთ. ვფიქრობ, ეს შეხვედრა დომინირებით დავიწყეთ. ამ თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებული სეზონი გვაქვს და ჩემი აზრით ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. კიდევ ერთი ნაბეჯი უნდა გადავდგათ, ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ჩელსია. ახლა დროა მოვემზადოთ. გვინდა რომ ჩვენ კლუბის ისტორიაში შევიდეთ. რაც შეეხება დემბელეს, ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია და ყველაფრის მოგებას იმსახურებს. შეხვედრის დასაწყისმა დიდი გავლენა იქონია ჩვენზე. გვინდოდა კარგად კონტროლირებული სტარტი ვქონოდა, რადგან ვიცოდით, რომ ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ. მე-9 წუთისთვის თამაში ჩვენთვის ძალიან რთული გახდა. ეს იმის ნიშანია, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ორი სწრაფად გატანილი გოლი ბევრად მეც მოითხოვს ჩვენგან. იცი რომ წონასწორობა არ უნდა დაკარგო, რადგან მათ ძალიან მაღალი დონე აქვთ. მაგრამ ეს არის 2024-25 წლის სეზონის დასასრული. ეს მომდევნო სეზონის დასაწყისი არ არის. სანამ ალონსო რეალთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, მანამდე გეტყვით, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი 13 ივლისს გაიმართება. ფინალში ლონდონის ჩელსი ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება. თქვენ რას ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდება ეს შეხვედრა და ვინ გახდება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი საფრანგეთი და რამდენიმე კარგი ამბავი. ფრანგული კლუბების ფინანსური კონტროლის ორგანომ ლიონის აპელაცია დააკმაყოფილა და შესაბამისად გიორგი მიქაუტაძის გუნდი კვლავ ლიგა 1-ში ითამაშებს. როგორც ცნობილია, ლიონს გარკვეული შეზღუდვები ექნება სახელფასო ჭერსა და ახალ ტრანსფერებზე. თუმცა ალბათ ახლა ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ასევე დიდი ალბათობით ქართველი ამ გადაწყვეტილების შემდეგ კლუბს არ შეიცვლის, მიუხედავად იმისა, რომ გიორგის შეძენით არაერთი კლუბი იყო დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ ლიონმა გასული სეზონი ლიგა 1-ში მე-6 ადგილზე დაამთავრა და ევროპა ლიგის საგზურიც მოიპოვა. ქართველს ლიონთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. ის აქ მეციდან 18 მილიონი ევრო სანაცვლოდ გადმოვიდა. იმ მეციდან, რომელშიც ახალი სეზონიდან კიდევ ერთი გიორგი ითამაშებს. როგორც ცნობილია, ლიგა 1-ში ახლად აღზევებულ მეცში გიორგი ციტაიშვილი ითამაშებს. 24 წლის ქართველმა, რომელსაც მომდევნო საფხულიდან კიევის დინამოსთან ხელშეკრულება მოეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება, მეცთან ერთწლიან შრალ საიჯარო კონტრაქტს მოაწერს ხელს. გიორგი ციტაიშვილი მეცში სამედიცინო შემოწმებას რამდენიმე დღეში გაივლის. ქართველი, რომელიც ბოლო სეზონში იჯარით გრანდაში თამაშობდა, გულშემატკივრებს სოციალური ქსელის დახმარებით უკვე გამოემშვიდობა. ქართველი თვლის, რომ გრანადა იყო გუნდი, სადაც როგორც მოთამაშეს და როგორც ადამიანს ნამდვილად აფასებდნენ. მოკლედ, ამ დროის მონაცემებით ლიგა 1-ში კვლავ 3 ქართველი ითამაშებს. აქვე მოკლედ გეტყვით, რომ გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ლისაბონის სპორტინგში 14 ნომრიანი მაისურით ითამაშებს, საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას ვერ იღებს და ამის მიზეზი ტრავმა. როგორც ცნობილია, ფიზიკური დისკომფორტი გამოწვეულია იმ დიდი დატვირთვებით, რომელიც ფეხბურთელს 2024-25 წლების სეზონის დასკვნით მონაკვეთში ჰქონდა. ამის მიუხედავად, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით არის მოლოდინი, რომ ქოჩორაშვილი სპორტინგის მთავარი მწვრთნელის რუი ბორჟესის განკარგულებაში 11 ივლისისთვის იქნება, ანუ მაშინ, როდესაც სპორტინგი ამხანაგურ შეხვედრას ტორეშენსა და ნასიონალთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ სპორტინგი ამ სეზონში პირველ ოფიციალურ შეხვედრას 2 აგვისტოს პორტუგალიის სუპერ თასზე ჩაატარებს, სადაც
ბენფიკას დაუპირისპირდება. კოჩორას მსგავსად მცირე ტრავმა აწუხებს გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც კვლავ უოტფორდის ფეხბურთელია. მიუხედავად პრემიერ ლიგის და ლა ლიგის კლუბების ინტერესისა. უოტფორდის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ქართველს ფეხის თითის ტრავმა აწუხებს. თუმცა პრობლემის მიუხედავად, ჩაკვეტაძე საწვრთნელ პროცესში მონაწილეობს. ამას კლუბის მიერ გავრცელებული ის ფოტომასალა ამტკიცებს, რომელიც უოტფორდის ვარჯიშს ასახავს. ბოლოს კი საქართველოს, სადაც ქართული კლუბებისთვის ევროთასების სეზონი დაიწყო. ქვეყნის ჩემპიონმა იბერია 1999-მა შვედეთის ჩემპიონ მალმიოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და 1-3 დამარცხდა. საფასუხო შეხვედრა 15 ივლისს შვედეთში გაიმართება. ამ წყვილის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო წრეში ითამაშებს. დამარცხებული გუნდი კი UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავა. ამას გარდა რამდენიმე საათში დაიწყება კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპები, სადაც ქუთაისის ტორპედო ყაზახურ ორდობას უმასპინძლებს. ეს შეხვედრა 10 ივლისს საღამოს 8 საათზე დაიწყება. შეხვედრამდე მედიასთან ისაუბრა ქუთაისის ტორპედოს ახალმა კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა. ბევრი ახალი ფეხბურთელი ყავს, ცოტა დრო გჭირდება, თუმცა ხვალ საკუთარ კედლებში თამაშობთ. ყველა ფეხბურთელი გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ ტორპედოს მაისურს ატარებს და ვიცდებით ხვალინდელ თამაში დამაჯერებელ გამარჯვებას მივახციოთ. რაც შეეხება ჩემს გუნდში მოსვლას და კაპიტნობას, პირველ რიგში მადლობას გადავუხდი გუნდის ხელმძღვანელობას დობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეს, რომ ტორპედოს მაისური ჩამეცვა. გასული ნახევარი ვერ ვიტყოდით მართლა, რომ ტორპედო დაიყოს მეხუთე ადგილზე, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი მიზნები აქვს გუნდს. რაც შეეხება მიზეზებს, მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, მე არ ვფიქრობ, რომ კონკრეტულად ერთი რაღაც არის ეს, რაც თქვენ თქვით, რომ რაღაც მოწყენილები თამაშობენ, ვერ ვიტყოდი, ან თუ გინდა რომ პროგრესირდეს გუნდი, ყველა კომპონენტში უნდა გაუმჯობესდეს, როგორც ტაქტიკურად, ისე ფიზიკურად, ისე ტექნიკურად. ვფიქრობ, რომ ყველაფერზე ერთად უნდა ვიფიქროთ ყველამ და უნდა გაითავისოს კიდევ ერთხელ ვამბობ ყველა ფეხბურთელმა ეს ტორპედოს მაისური, რომ დიდი პასუხისმგებლობა ესე ვთქვათ მიიღონ ფეხბურთელებმა, აიღონ თავიანთ თავზე და მაქსიმუმი გაიღო. როცა ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად აიხარჯება, შედეგიც არ დააყოვნებს, ესე ვფიქრობ. კი, არაერთხელ მითამაშია ქუთაისში, კი, ოპონენტის რანგში და ყოველთვის რთული იყო აქ თამაში, იქიდან გამომდინარე, რომ განსაკუთრებული გულშემატკივრები ყავთ, როგორც ფან-კლუბი, ისე ჩვეულებრივად გულშემატკივრები და ვეტყოდი გულშემატკივრს, რომ მოვიდნენ, გულშემატკივრონ, მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელ მატჩში და არა მხოლოდ ხვალინდელ მატჩში და ჩვენი მხრივ ვეცდებით, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ და ვასიამოვნოთ, რაც თავარია გამარჯვებით გულშემატკივარი. ტორპედოს მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში, ანუ 10 ივლისს 9-ის ნახევარზე, კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის დილა სტუმრად რასინგ უნიონს დაუპირისპირდება. თქვენ რას ფიქრობთ? რა შედეგით დამთავრდება ეს შეხვედრები? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ბოლოს კი მოკლედ გეტყვით, რომ საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში იტალიასთან დაძაბული შეხვედრა ჩაატარეს, რომელიც ფრედ 19-19 დამთავრდა. აღსანიშნავია, რომ მე-13 წუთზე საქართველოს ნაკრები მოედანზე 14 კაცით დარჩა. უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანმა ანდრო დუალმა წითელი ბარათი მიიღო. საქართველოს პირველი ნახევრის 12-5-ის წაგების შემდეგ შეხვედრა შემოატრიალა. მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე უმცროსი ბორჯღალოსნები 19-12 იგებდნენ. თუმცა იტალიამ ველოდადო და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. შედეგად ანგარიში გათანაბრდა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები ვუსურვოთ ბიჭებს და ასევე თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.